ეს სიტუაცია რო არის საქართველოში, ეგი არ მოგწოს. დალაგდნენ, კაცო, დალაგდნენ ერთხელ და სამუდამოდ. გაიგონ, არჩევნებიც ჩაატარონ ნორმალურად. ხალხს ნორმალურად მოეყვნენ. ჩვენ პენსიონერებს გვინდა წამალი, გვინდა რო ვიმუშავეთ ამდენი და წესიერ პატიოსნად მუშაობდით ფაბრიკა ქარხნებში განსხვავებული პენსია გვინდა. განსხვავებული ყველაფერი გვინდა პროდუქტი რა არ გვინდა გემოდიფიცირებული და ეს ოხერი და საქართველოს ისეთი ბუნების და ისეთი წიაღის არის რომ ჩვენთან მოყვანილიც შეიძლება სოფლები მიტოვებულია ბალახითაა ეს ორსართულიანი სახლები და იგენი ხამსებით დააბრუნონ სოფლებში მიცენ უფასო ფულს რო ამბობენ 2 წელი მიცენ ისე უფასო იგი ამ საწყალ ხალხს სოფლებში დაბრუნდებიან ლეჩხუმში 100 ადამიანი თუ ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი და ორი გლეხია დარჩენილი მიგესაც გლების ეშინიათ საღამოს ვერ გამოდიან გარეთ მიცენ უფასო ფული 2 წელი ისე მიცენ მე ისინი შეიძენენ ძროხას ხბუებს ცხვარს თხებს ღორებს ხო და ასე გამიმასნებიან მოძლიერდება ოჯახი ჩვენ ცოდვა ვართ ის ბიუჯეტი რომ არის ხო განაწილონ საქართველოს მოსახლეობაზე რას უყური ახლა გუშინ ქალი იყო ამ ხნის ქალი ჩაწოლილი ლოგინში რა ის პენსია ყოფა მის იმას შვილო რა ის პენსია ყოფა იმას რა ის პენსია სახელმწიფო არ უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო ეხმარებოდეს ბატონ ბიძინას რა თუნდა ამდენი იგენი ქვეყანა ქველმოქმედებას აკეთებს ყველაფერს აკეთებს და მადლი და ხატი მის ადამიანობას მის იმას და იმასაც და დაბალ ფენას მიხედოს და დინარაძეს და ყობახიძეს და იგენ რა თუნდა მაგეს უკვე ნაშოვნია მიხედოს ხალხს ხო და ნორმალურად ჩაატაროს არჩევნები არ უნდა გაყალბება და იგენი ყველაფერს უყურებს მაგრამ რა ვქნათ ბებია არავით აშვილო შეხედა თუ დადის ჩამეიერს ხო რომ მიცვალებულს დაარტყამ კრუგს იძახიე რა თმინდა აქანა მე ყიდვის თავი არ აქ არებს ბევრს ახლა აგერ ნაჭრები მაქვს რამე მაქვს ჩუქნი და ვიმაშოვი მეწოდება ხო რამდენი უნდა აჩუქო რამდენს უნდა იმასნა მე ყველის ფასს ნუ მკითხავ ახლა მეც ახლა მანეთი ხო უნდა დაუმატო ზევით გადასახადი მაქვს რამე აპა ეგენი ცოდვა ჩვენი იგენი აგერ კაცო ხელმძღვანელობა წყალი თბილი წყალი გვაქვს ცივი წყალი ეგი ჩამიწერეში დაუცილებლად მოწყობილი ვართ ეგერ ვიდეო თვალი დაგვიყენენ ყველაფერი თან ყვებიან ხელმძღვანელობა ყველაფერი და გადასახადი მაქვს რამე და ლარი მეც ხო მინდა ანუ ყვებიან ხელმძღვანელობა ხო და საცხე ეგენი იმაშობიან გვაქცევენ ყურადღებას ასე ქვია ხა დაბალი ფენა მამაღალი ფენამაც მოგვაქციოს და წევიდეს ჩვენი საქართველოს ტანჯული საქართველოს წინ როგორი მიხარო და თბილისში და სადმე რო წევიდოდი ებრაელი მიჯდა ეს ჩაწერი ერთი შიგნით და მე თქვი ვინა რატო შობა ხელებს ეგი ჩამიწერებები ეს ვაიმე დაგენაცვლეთ ჩემო საქართველო გავხედი აქეთ საიდან ხართ ებრაელი ვარ მაგრამ ჩამოსული ვარ იმას ქართულად საუბრობდა სულ ყველა შემოგვნატრის ჩვენ სულ ყველა და ჩვენც ვინატროთ სიმშვიდე და სიხარული რა ღირს კილოყველი კილოყველი მივეცი მე თვითონ 20 ლარი 19 მივეცი და 21-ში ყიდი 20-შიც მივეცი ჩემი კლიენტები რო შემეწოდა სულგუნში 22 მივეცი სენაკიდან ჩამომიტანა პედაგოგი ქალია როგორ წვალობს იქ სკოლაში მე ამასაც ხედავს როხებს აიგენს და მოაქვს აგ ქალბატონი ირმა მისი მეუღლით